დღეიდან მომდენო 10 დღის განმავლობაში არ მივიღებ არანაირ საკვებს. არანაირ. ჩემი ერთადერთი გადამჩენილი კი იქნება წყალი. მხოლოდ და მხოლოდ წყალი. და თუ გაინტერესებს რატომ ვაკეთებ ამას, დარჩი ვიდეოს ბოლომდე და გაიგე. შია თანშედრო. რა მინდოდა? და როდესაც ვამბობ 10 დღის საჭმის გარეშე, მე ამას მართლა გულისხმობ. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩელენჯი, რაც კი აქამდე გამიკეთებია. მაგრამ გაფრთხილება არ გაიმეოროთ ეს სახლში. მე ამისთვის სპეციალური შემოწმება, მომზადება და ანალიზები გავიკეთე. აი ეს არის ჩემი პირველი დღე, როგორც გამოვიყურები. ამას გავიხდი რომ განახოთ. იმედია 100,000-ზე ვარ და ძუძუს თავის გამოჩენა ტყუილად არ მიწევს. ესე გამოვიყურები. კიდევ წამოგანახოთ მაცივაში. შეხკაღებ. ლიმონია მარტო. თუ გონიათ აქ ისე ბევრი რამე დევს ხოლმე მოგატყუებთ, მაინც ესია. ოდიბარე აგერ ავიწონოთ. რამბოვია 80 კილო. რამბოვია. რამდენი ხანია რა წონილა. სანამ ამ ჩელენჯს დავიწყებდი, ჩემი წონა 80 კილო და 550 გრამი იყო. საინტერესოა 10 დღეში რა იქნება. და აქ გეტყვით რომ იმისთვის არ ვაკეთებ რომ გავხდე ან დავიკლო, იმიტომ რომ რასაც ეხა არ ვჭამ მე და ეს კილოებს რასაც დავკარგავ, ეგრევე ავინაზღაურებ, იმიტომ რომ მეტაბოლიზმი ეგრევე ფუნქციონირებს ზოგადად. მე ჩახედული ვარ მედიცინაში. აქვე დავამატებ იმას რომ ესეთი ჩელენჯი მოვიფიქრე რა. 10 დღეს თუ ვერ გავქაჩავ, მაშინ თმას შევიღებავ ლურჯად. ესეთი იდეა მომივიდა. აბაჰო, ხვალამდე. გათენდა ჩემი ფასტინგის პირველი დღეც და ნელ-ნელა შიმშილის გზნობაც შემომაწვა. და ჩემი ეს ჩელენჯის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, ამ ყველაფრის გაზიარება დავიწყე Instagram-ზე. 18 საათი გავიდა ჩემი ფასტინგის და ჩემი საუზმე გახლავთ. წყალი. ჯერ გემრიელია. მაგრამ როგორც ვიცი, რამოდენიმე დღის შემდეგ შემძულდება წყალი და აღარაფერი აღარ მომინდება. სანამ ამ ყველაფერს მაყურებელს გავუზიარებდი, გადავწყვიტე დედა ჩემისთვის გამეზიარებინა და გადამეღო. რადგან ყველა მეკითხება დედა ჩემზე თუ რა რეაქცია აქვს ამ ჩელენჯებზე. რაღაც უნდა გითხრა, რომ არ დაიწყო პანიკა. ჩელენჯს რასაც ვაპირებ. თავიდან რა თქმა უნდა არც თუ ისე კარგი რეაქცია ჰქონდა. 10 დღე ბევრი არის. გაძლიერებით შეიძლება გაძლო, მაგრამ 10 დღე არ არის ცოტა. 10 დღე არის ბევრი. თუმცა მე შევეცადე ეს ყველაფერი იუმორში გადამეტანა. ჩელენჯი ვერ შევასრულე, თავს გადავიკება. აი ამ ფრათა. სოფი გადაიღო, მაშინ გაანებედი. 10 დღე. ხო. ეგეც თმებით ხო არ ვული ქალაქში. გაგიჭირდება შენ ახლა გადაღებული თმებით სიერული ქალაქში. თუ ვერ გავუძელი 10 დღე დავნებდები. თავიდანვე დანებდი, არ გინდა ეს 10 დღე, რატომ მოიჩემენ? ხო არის ხალხი რომ არ ჯერა რომ მე 10 დღე მართლა რომ შიმშილებ. შენ ჯერა რომ მართლა შიმშილებ 10 დღე. იმიტომ ის სისულელეებს აკეთებ რომ დაიჯერებს გიკო. არავის არ დარწმუნებული ვარ ერთ ადამიანსაც არ შეეპარება ეჭვი იმაში რომ არ შეჭამ. ჩუმად შევჭამ რა. კაი, მაშინ. მაშინ ჩუმად შეჭამე ხო. მოდი მოვილაპარაკე. დღეში ერთ საათს გიტან. ხო. ჩუმად და შუ ერთი ჭამა. ჩა არ თქვა ასე. და არ თქვა, ვინ გაიგეს? მაგრამ როგორ დავიკლებ? კიდე დაკლება სასწორზე აქცონის ვინმე თუ რა არის. ცოტა გაიპერს და ჩამოხდები. ამ საუბრის მერე მაინც ორივე ვიცოდით რომ ჩემ 10 დღიან ფასტინგს წინ ვეღარაფერი ვეღარ აღუდგებოდა. ამიტომაც განვაგრძეთ ჩემი დღე. ეხლა ჩემმა ერთმა მეგობარმა და მიეკა ჩემ შეყვარებულს ხელი უნდა თხოვო და მე სანამ რესტორანში დავიჯდებით რა. ხო არ წამოხვალ. უარს ხო არ ვეთყოდი ადამიანს. ოჯახი იქნება. როგორია ჭამა, ჰა? აი, როგორია ჭამა? აი ეს აცხოვრება. აი, მაგრამშია. ხო, მე წყალი მინდა ორმაგი. ყინული. და ესე დაამგვარა დასრულდა ჩემი პირველი დღე. შევასხავ წყალს სახელი. და ჩემი 36 საათიანი ფასტინგის შემდეგ დაკლებული მქონდა კილოგრამი და 800. ახალი დღე, ახალი გამოწვევები. ეს უკვე 53 საათი გავიდა, რაც არ მიჭამია და ძალიან მშია. უკვე აი სუსტათაც ვარ, ძალიან დავსტიერ ვავდექი, ძვირსავდექი, თავბრუ დამეხვა. ფასტინგი ჩემთვის უცხო გამოცდილება არ ყოფილა. ზუსტად 3 წლის წინ გამოვცადე ჩემი თავი 72 საათით. და ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორი იქნებოდა ერთკვირიანი ფასტინგი. When a person fasts, when you stop eating, it reveals the body's superpower. და ერთკვირიანი ფასტინგი ჩემამდე არაერთ ბლოგერს თუ გამოჩენილ ადამიანს უცდია. მაგრამ მე ხომ გიგი ვარ.
My name is Jake Moscato, and over the next 7 days, I will not be allowed to eat a single piece of food. What are the top health benefits of a water fast? When you mimic starvation by doing a fast, you trigger all these different genes that not only help you lose more weight and burn fat, you also live longer, you have better cardiovascular, better blood sugars. თუმცა მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ წყლის ფასტინგს არანაირი ბენეფიტი გააჩნია და უბრალოდ ორგანიზმს აგდებს შოკირებულ მდგომარეობაში. New research finding intermittent fasting may pose risks to your heart. The practice where people eat within an 8-hour window or less. Researchers finding it poses a significant risk of dying from cardiovascular disease. And then a Fox News affiliate says intermittent fasting may actually be dangerous for your heart. Can this be dangerous? Yeah, absolutely. Headaches, nausea, vomiting, shakiness, you're going to feel weak, you're probably going to lose a lot of muscle as well. იმის მიუხედავად, რომ ფასტინგ შეიძლება რაიმე დადებითი თვისება ჰქონდეს, ის არანაირად არ არის რეკომენდირებული არავისთვის. რადგან ეს ყოველივე შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო ყოფილიყო, მე მაინც ვემოწმებოდი ექიმებთან. 10 დღიანი შიმშილობა არის ძალიან ხმამაღალი განაცხადი და ძალიან სერიოზული სტრესი ორგანიზმისთვის. მე ხმამაღლავს საუბრობ. აქვე გეტყვით სიცოცხლესთან შეუთავსებელ ვადას 15 დღიდან 30 დღემდე უკვე არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი. 15 უნდა მექნა მაგას ამბობთ? არა, არ უნდა. და რადგან ექიმებთან დავრწმუნდი, რომ ყველაფერი წყობაში იყო, შემეძლო ფასტინგის ჩვეულ რიტმში გაგრძელება. ეხლა მოვედი სახში და ისე მშია. წავედი ძილის დრო, რაც მარე დაიძინებ, მით მარე გავიღვიძებ, მარე გავალთახე. ნახომდის, აბა. მოვედი მაღაზიაში წყლის საყიდლად და ამას შეხედეთ. მიზიზღებით. როგორი რთულია, იცი, იმიტომ რომ მესამე მეოთხე დღეა ყველაზე რთული როგორც გავიგე და რეალურად ამას ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვაკეთებ არის მენტალური მდგომარეობის გამო. იმიტომ რომ ხანდახან რა მარტივ რაღაცებზეც უწუნებს, რომ აი მშია დღეს საღამოს, არ მიჭამია დილიდან და რაღაც 4 საათია და აი პანიკებში ვარ. წყალთან მოვედი და რადგან არავინ არ მასპონსორებს, ყველაფერს ავიღებ თითო-თითოს. აი ესე ავიღებ თითო-თითოს. არც ერთმა წყალმა არ დამასპონსორა. მესამე დღის ბოლოს კი ჩემი წონის კრება უკვე საგრძნობლად შეიმჩნეოდა. დილამშვიდობისა ყველას, დღეს არის უკვე მეოთხე დღე და ახალი შემართებით. დღეს გადაღებაზე მივდივარ, იმიტომ რომ გადაღება დაემთხვა ესეთ დღეს, როცა შიმშილობ. მაგარია. საჭმელი დაადგით. არავინ დასასპისალბრად სამსახში. Hello, I'm George, a soul traveler. And I'm Mimi, a freestyle dancer. გადაღება სულ რაღაც 2 საათი გაგრძელდა, მაგრამ ჩემი ენერგიები გაიცალა. მე კონტენტი დავკარგე, წავიდე, აბა. შიმშილობდა. არ შიმში, ეს არის ფასტინგ. ახლა შევხვდით ჩემ მეგობარ აჩის და აჩი მეუნება ესეთ რამეს, რომ არ მგონია გაკაჩო რა, მეოთხე დღის ფერიო, ხო და აჩი რატო არ გონია რომ გავკაჩო ძმაო? ბიჭო, აი დღეს გნახე რა და დაჟე ეს კი ვერ მითხრა ამ უბედურმა ეს დღეშია რა, 4 დღე არის გასული. ენერგიებს ვფრთხილდები. მე ესეთი რაღაც შევთავაზე აჩის, მე თუ გავკაჩეთქო და გავძელითქო 10 დღეთქო, ეს სამოგზაურო წაგიყვანთქო რა, პლუს, ხებს ხო ვიღებ. და პლუს სამოგზაურო წაგიყვანთქო, იმიტომ რომ იმდენად ვარ დარწმუნებული, თორე ფულის დახარჯვა არნაირად არ მინდა. ხო და აჩიმ თუ წააგო, აჩი რას გაკეთებ უთხარი? აი შანსი არ არის, მაგრამ აი ჩემს ლამაზ შავ წვერს შევიღებავ, რაფრადაც მოგინდება იმფრად. აი რაფრადაც ვარდისფერი? ვრაი რაფრადაც მოგინდება. ან ლურჯი ან ვარდისფერი? ბაზარი არა, ან ლურჯი ან ვარდისფერი. ნახე. სად მომიყვანა, ნახე. გამარჯობა. ერთი ბიგმაკის მენიუ მინდა. რატომ? წყალი მინდა, წყალი გვინდა კიდე ერთი. ნახეთ როგორ მიბრძვის, ნახეთ. იმის მაგივრად როგორ. შია უბრალოდ კაცო და შენ თუ კიდე ფრიზ გაჭმევ, მაინც. ეს შენ ჩაიდია. საგაბოლა. აბა, ნახე ჩავ შეგა. აი ესეთი გემრიელი ფრის ყოლებაში არ მიჯავია. კიდე თითები გაგალოკინო? მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ამ ვიდეოს სპონსორი არ აყავს
ჯერჯერობით არავინ არ ყავს სპონსორი, ამიტომაც კომპანიებო თუ ხართ დაინტერესებულები, აი მართლა ისე გამოჩნდება. ამ კაცს თუ არ ასპონსორებ, აბა ვისაც სპონსორებ, რა ვიცი, აქ მასპინდა გააკეთე. სამბო? არა. გიგი, შემჭამე, გიგი. არ არის, რა არ არის, კაი რა პური მაჭამი. Ei, ამას ქვია მეგობარი ნაპრი რო ხარ. ვაიმე. თუმცა ჯერჯერობით ვიცოდი რომ ამ ჩელენჯში დანებებას არ ვაპირებდი, ამიტომაც ავიწონე და გამევაქცე ცხოვრება. მოკლედ რადგან გიგი მოიწყინა და არაფერი აღარ აფეთნიერებს, გადავწყვიტე რომ წავიყვანო გუდაურში და ეხა არის დილის 8 საათი და უნდა მივიდე მაგასთან სახლში და უნდა გავაღვიძე და წამოვნახოთ რა რეაქცია იქნება. 5 დღე არ უჭამია მაგ საწყალს, რა ხო წნევას როგორ გაუძლებს. ცხოვრებაში მუღამი არა, აი ჭამოთ რო. წამოთ რა. მე კვატიჟებ, არა წამოდი. მაინც არაფერი არ მოვიდი. აი ზრუნავ გიგიზე და დილით ნატურალური წვენი, ბანანი, ხილი უნდა აუტანო რომ ჯანსაღი საუზმე კონდეს და მე წამიყვანოს სადმე ჯანსაღ ქვეყანაში. ეხლა არის დილის 8 საათი და აჩმილი გავს გაახკარები ამოდივარ. რა მინდოდა რა. ხავი ჩემს. აგინდა. ვიჭო, გუში დავიღალე, ხო მითხარი და მოგიტანე რა. რა გინდა? ჰა? წავედ გუდაურში წავიდე. წავედით რა. გუში ხო მოიწყინე ზარ. წავედ გუდაურში. ჰა? არა, სახში ცოტა ხარ მარტო. წავედ. არ მინჩაიცი გიგენ დღე. ერთი დღე დავიგე, გაერქვა ცოტა რა. თან ახლა წევას როგორ გავუძლებ? აგეთო ესე. საბოლოოდ აჩი მაინც შეძლო და დამითანხმა წავყოლოდი გუდაურში. იმის მიუხედავად რომ ამის ხალისი საერთოდ არ მქონდა. ხალხი ვიცი გიგი რომ ხაჭაპურს არ ჭამენ, სომი აქვს და რაღაცა. გასუქებს რა საბუდა სიტყვაში რა სიქებს ეს ხაჭაპური თუ არა? ეს ხაჭაპური ხო ჭამს და მენახე. თან ახალი გამომცხარია სხვაშორის. და მარილი. კამანები ვატაცა. ელექტრონიდებს გინარჩუნებს ხეულში, მოკლედ და ცოტა მარილი. კარგია. ფეირსია წინდუმია. ჩემ ენერგიებს რა სისულელებში მახარჯინებს მეგობრებო, ხედავ. სრიალიც მე არ ვეშრიალებს ვაო. ენერგიას არ გახარჯინებ, პირიქით. ენერგია შევინახო. პირიქით, გიგი, მე აქ ამოგიყვანე რომ სუფთა ჰაერზე ფილტვები გაგეხსნას და ჭამა უფრო მოგინდეს. ანუ გეხმარება ეს რომ უფრო მოგშივიდეს რეალურად. ხო ვიცი, კი ჩემოთახში. ლამაზად შვიდა თქვა. ეხლა აჩი სასრიალო წავიდა, ესე გამოიყურება ჩემი დასალევები. მარილიანი წყალი და ცხელი წყალი. ცხოვრება არის უყურებ აგეთ ხედზე, მოწრუპე ცხელი. არ არის ცუდი ცხოვრების. ჩაის გემო რო კონდეს უკეთესი იქნება, მაგრამ ესეც არაა ცუდი. ირულად აი რომ მეწოდება გიგი სიმართლე რომ გითხრათ, ისე სულად გახდა აქ ამოსვლის ეს საწყალი. ანუ ეხლა აქ დიდი ხანი ვიჯექი ცოტა და ისევა რომ აი წამოწოლა მინდა ძალიან გავიყინე. გიგი, ჭამე და მეც გამიხარდება შენს ფოლოვერებსაც და ყველას. არა. დღის პირველ ნახევარში კარგად ვიყავი, მაგრამ რაღაც მომენტში ძალიან მოგვითენთე და ვიღარ გავწერი და წამოვედი რომ დავწოვი, ან სხვა არაფერი აღარ მინდოდა, რომ დავწვე ან დავიძი. ეხლა ნახე აგერ ხალხი რომელიც გიგის აფოლოვებს რა გონდოლაზე და უთხარით რომ ჭამბოს ხალხო. ჭამე გიგი, ჭამე გელოდებით. ჭამე და ბევრი ვიდეოები. მე წამიყვანე, მე სამოგზაუროს, მაო ჯობია რა, ჯიგრები. წაიყვანე. გიგი წავედით ჭამოთ, შია რა. წამო, მაგრამ შია, წავედით. წავედი. შია შენს და ჭამე ეხა რა, ვღაატრაკებ რა. დაგელოდე. დიდი არ წამიყვანა და ჭამე გეუბნები. შენს მოჭამ. ჰა? შენს არ ჭამ. რას ძაღ მე ისე შევჭამა მოგანდავო და ესე ჩითის ჩავიკონე. აკეთ რა უნდა მოსულა და ორი თემში შეაკვეჭინა რა, ორი თემში გვინდაო. ამის შემდეგ ბარში გადავწყვიტეთ წასვლა, სადაც ძალიან ბევრი ცდუნება დამხვდა. გაგიმარჯვე, გაგლოცო. როგორც იქნა, დავბრუნდი თბილისში. ეს არის 155 საათი ფასტინგის რაც არ მიჭამია. ენერგიები სხვათა შორის არის, ანუ უფრო კარგად გძნობ თავს, სუმშია, მაგრამ უფრო ნაკლებად უკვე, ამიტომაც ეხლა მაინტერესებს რამდენი კილოგრამი ვარ, იმიტომ რომ გუში ვერ ეწევა, ხოლო მაინტერესებს რა, ნახოთ. არ არის თვათ, კარგად საქმე. 70
14 კილო და 100 გრამი. რამდენი კილო დავიგე? 6 კილო და რაღაც დავიგე. ამის აღდგინა არ გინდა მე? მალე აღვიძე. თუმცა ამასობაში 10-ში ფარხმელს მაინც არ კრინა. დეზერტირების ბაზარზე მოვედი რომ ვუყიდო ახლა გიგის ერთზები რომ დღეს მე მოვუმზადოთ და იქნებ დღეს მაინც შევასწინე. რავი, რას აღარ ვაკეთებ და ეს ბიჭი მაინც ვერ შევასწინე რომ ჭამოს რა. მოკლედ მეშვიდე დღეა რაც ფასტინგობს გიგი და ქიჩებროს ხალხი ამოვიყვანე რომ იქნებ ამათმა მაინც შეაცინონ და შეჭამოს რაღაც. აჩი დამადგა ისე ვარ რატო ნახე ვინ მოგიყვანე ბიჭო. რა დამპალი ხარ რომ მომიყვანე ხალხი? რომ მაჭავდა დამპალი არ ვარ ბიჭო მე ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე. ეხლა უნდა მოგიმზადოთ ისეთი რაღაცა რა. ჩვენ ხო ბევრი რაღაცა გვყავს მომზადებული ზოგადად რა. შენთანაც ხო მომამზადოთ. და ეხლა რაღაც უფრო ქართული ხასიათის საჭმელი რომ მოგიმზადოთ, იქნება ქართულმა სიცხლმა იყილოს რა. და თქვა რომ ერთი მაგის დედაც უნდა ჭამო. გიგი ჭამე ეხლა დღეს ხალხი მოვიყვანე სირცხული. მისტერ ბისტი დანებდა აი ამ შეფთან ერთხელ. აი მე არა მე ვარ მისტერ ბისტი აბა რას უკეთებთ? ვითი უნდა შეაცდინოთ გიგი? ეხლა უნდა შევასწინოთ ჩვენ აჭარული სინორით რა. ნიური სუნი ხო იცი როგორი მადი საფუძველი არის ზოგადად. თან ნიორი რო იშვიშება კარათთან ერთად ვაფშე სიგიჟე არის. სანამ აქ ბიჭები საჭმელს აკეთებდნენ, ჩემს გონებაში იყო ერთი კითხვა. ჭამო თუ არ ჭამო? ეხა ზოგ-ზოგი ერთები დარწმუნებული ვარ ჭამის დროს უყურებთ. აი არ გეცოდება თუ აინც ჩემი თავი. ჭამე. ჭამე. აი ხუმრობის გარეშე რო გითხრა, აი როგორ გზნობ 7 დღის მერე სუნს, როგორ გზნობ თავს რა გითხარი. რეალურად აი ძალიან როგშია, ეგრე უგზნობ თავს ეხა რა, ძალიან მშია. აი ხა ამას არ შეჭამ. მიდი შეჭამ. აი ატლიკება ეს. მინაუს. მიდი. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, აჩის ცდა აქაც უშედეგოდ დასრულდა. აჩი ვერ დავართ, ვერ. ვერ ჯერ ვერა, კიდე 3 დღე მაქვს რომ დაგავარცხვა. კიდევ სადეთ შემდეგში. არ გაბზარდი. კარგად ზარდი. წაგივიდა. კარი გადატოვე როგორ გადაგივიდა შემოვიდა. ეს არის დღე მერვე ფასტინგის და უკვე მიხარია რომ ძალიან ახლოს ვარ, თუმცა ენერგიულად უკვე ხვდები რომ უფრო და უფრო იზარება ცხოვრება. დღეს გადაღებაზე მივდივარ, ამტოვას წავედით. მოკლედ დღეს არის უმაგრეში შეთავაზება, დაიცა ეწაბ როგორ ავთქვა. მოკლედ დღეს მოვედი City Mall-ში და აქ არის უმაგრეში შეთავაზება. წამოვიწყე. ბევრი მცდელობების შემდეგ, როგორც იქნა გადავიღე ვიდეო. თუმცა 10-ში ამავდროულად არ ნებდებოდა. ეხლა ვფიქრობდი ფილმს უყურებ და მაგრამ მომშივდა და ვინმეს რომ რამე გამოეძახებია ჩემთვის ამაგარი იქნებოდა თქოდა. ერთს მე გამოიძახებ. ერთს კიდე გიგის გამოუძახებ რომ იქნებ შევასწინო და შეჭამოს, იმიტომ რომ აი ღამე რო გშივდება, ეგრე არასდროს რო გშივდება. ჯიქი სახში ჩემთვის ღამის 12 საათზე 10-ში მეუნება რომ კარებთან გადიო. ანუ რაღაცა რა უნდა. თვითონ არ მოსულო. საჭველი შევუკვეთ, ჰა? აი გული მიგზნობს. რა არის საჭი ეს? სახში ყველაფერი საჭველი გადაყრილი მაქვს, იმიტომ რომ ძალიან რთულია მარტო რო რჩები რა, აი პატარაზე და იქ უთხარი და ალბათ, მაგრამ მაინტერესებს მაინც რა არის. აუ, ვარადა. Vaime! Ანუ ხო ამას. ეს მინდის ეგრევე. რა თქმა უნდა, ამას ნაგავში არ გადავაგდებ. ვინმეს ვაჭვევ, ვისაც ეშიება. ჩემ ლიმონთან ერთად განისვენე. მე კიდე დავიძინებ, იმიტომ რომ ხვალ უკვე ცოტა დღე დამრჩება. დღეს არის მე-9 დღე და უკვე მიხარია, იმიტომ რომ მე-10 ძალიან მალე მოვა და აჩი უკვე დამარცხდა ალბათ, ხო? ხო და წავალე ხა აჩისთან. ანუ ალბათ მოდი აღიაროს, იმიტომ რომ 24 საათი დარჩა და ახლობთ 26-ს. უკვე всё, ანუ კიმშია ძალიან ისე, მაგრამ თან მიხარია, რომ ეს დღე მე მგონი ვასრულებ. მე მგონი, იმიტომ რომ დღეს კიდე ერთი დღე დარჩა. მაგრამ წავიდეთ აჩისთან. მოკლედ ეხლა მოვედი აჩისთან.
აჩი, ჩემო ძმაო. ვერ შევაცინე ეს კაცი რა, მე-9 დღეა. ანუ ერთი დღე კი დამრჩა, მაგრამ მე მგონი არა. მაგრამ შეხედეთ ხალხო როგორი პუმპულა იყო, და ეხლა ნახეთ როგორი დასოსტებული. ახი რა მიქნა. დამემყველა მე. ეხლა ბარი 24 საათი შენ წაღაჭა. 24 საათი. ერთ გამომყევი რომ აღარ მინდა, მაინც ვერ შემაცდენ რა. 24 საათი. იქ მაგით მაინც შეგასწინე, არ ვიცი რა ვიცი. აბაჩი, როგორ ახალ? რა ნამუსით დავიწუწო ხა შენთან ჭამას. ერთი დისიამონებით შევჭამდი რა. აი ბურგერი, ჰა? ბიჭო, აი უფრო თონის პური და ყველი. აი ქართველი კაცი რო ხარ, ა? ხორ ჭამო გავაჩერე. მე რა შენ თუ შეჭამ მე კი რაფის ვაგებ შენ წააგებ ისე რა ვიცი. აუქნა მეგობრებო, მეცადე რაც შემეძლო, არ კარგი ბიჭი არის, გამოიწერეთ. გაყევით იმსახურებს ბიჭი. გამოიწერეთ იმსახურებს ეს კაცი რო გაყვეთ და დაასაბსკრაიბეთ. აუჯერეს მეგობრებო. ხანდახან სისულელეებს ამბობს, მაგრამ ხანდახან ჭკვიანურსაც ამბობს. იცის. გამოიწერეთ ბარი აჩის არხიც. გამომიწერეთ მეგობრებო, მეც რაღაცებს გავაკეთებ. რა ეს ხანდახან კარგ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე. ავტოსტოპი და მთელი ამბები აქვს, მოკლედ სხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და უფრო მაგარ რაღაცებს აპირებს. დილამში და ვისა ფასტინგის მეათე დღე და 3 საათი გადამრჩა. იმდენი ხანი მეძინა, რომ ბედნიერი ვარ. ძალიან კაია. ავტაკეთი. სულ რაღაც 1 საათი გადარჩა. 10 დღე გავა, 10 დღე რაც არ მიჭამია, ხოლო წყალი უკვე მიზიზღება. აღარ წმინდა და ერთ საათში აჩიმოვა და მანამ აჩიმოვა, მოდი ნახოთ როგორ გამოვიყურები. 10 დღე, 10 დღიანი ფასტინგის მერე. ჩემთვის ახლა საკეში რო უყურებ რა ზეგავარ უნთები რაც ხოდა და ის ვიზეთ ვიმუშავე მაგრამ პრესი მეტყობ რო უჭიმა ანუ არაფერი არ იცვლა ანუ იგა მაგრამ ხო ამას კიდევ ერთხელ მეორე წონის დასაკლებად არ არის კარგი იმიტომ რომ როცა დავბრუნდები ჩვეულ ცხოვრების ფორმას ეგრევე მოვივატებ რაც დავკარგე და უარესად იმიტომ რომ კუნთის მასა არ წავა კუნთის მასში არ წავა ეს კუნთი რაც დავკარგე ეგეც უნდა აღიდგინო და წავა ღიმში და მოდი ავიწონოთ, ნახოთ რამდენია. წონა. პირველ დღეს ვიყავი 80 კილო და მეათე დღე. ნახოთ რამდენი ვართ. 70 და 95. 9 კილო დავიკელი, ძალიან ჩო, 9 კილო და რაღაც. აჩიც მოვიდა. აირჩიე. ვერ ჭამამას. ერთი არის სტაფილო. მეორესი არის ბურგერი და გამოიწდა როგორც რომელია. აი ეს ამას თუ ამას. აა გეგი. აი. ეს უსაფრთხო. აჰა ეს სტაფილო. ანუ თქვენ 24 საათი ძალიან ნორმალური გასაძლებელია. 10 დღე არ გაძლოთ. ამასავე დარქმულები არ იყოს რა. 10 დღე ამბავ. აი დადგა მართალი ხარ დადგა შენ დალევ წეს სტაფილოს 10 დღე რო ვიყავ 10 დღე რო შეჭამა და მე ამ დროს შევჭამ ბურგერს მე ის წყალიც მინდა დაიცა ანუ ეს იმიტომ რომ ესე კუჭი არის ეხა დაგეტილი და ესე არ შეიძლება რა ძალიან სახიფათოა შეიძლება რამე მოგივიდეს შეიძლება კომაში ჩავარდე ამიტომაც ეს ძალიან საფრთხეებია მე იქ იმთა გავიარე და სახლის პირობებში 10 დღე არ გაიმეორე მე 24 საათი ვიშიმშილე და შვენიერად გზნობ თავს კარგი მომე წყალი ეს უნდა გააზავო როგორც ვიცი სტაფილო როგორც ვიცი ქიმიის მითხრე ქიმიის გაკვეთილი 50 თავს ხა ობრა მოჭირე ესეთი დღე დადგა და აღარც გავიხადე წყლის გემო მეზიზღება უკვე მართლა აი წყლის გემო გამოიწერეთ გიგის არქი მეგობრებო იმიტომ რომ 10 დღე ამის გარდა კაცეშვილი არის იმშილებდა ალბათ კაი ესეთი ეპისკოპიანი ბიჭი არის რა და ჩატვიჩე ეს მე მომდევნო დღეებში უკვე რომ ხვალს აგავს კაია ხურა ის აფილოს მედი რომ კაია და არა და არ მიყვარს და ვიდი ფრი შეიძლება მაინც ვერ შევასწინე ბოლოსაც ვერ შევასწინე მომიგონ ის ლავდა მაინც ვერ შევასწინე ვაიმე რა კაია ბიჭო კაია გამახმჯება კაია აი კარგი რაც არის ნუ ვაიმე სტაფილო ყვარელია
ბიჭო, არ შეიძლება, გასაკეთე. შეიძლება, რატო გააკეთე? ხლაპაო. აუ, რა გამიკეთა. აია. არაფერი, ესენი არიან აფერისტები. აუ, რა იყო ბიჭო? ვაიმე. ვეღარ გავზელი, მაგრამ გადმოუშვი უკან, იმიტომ რომ მართ ასახებათო და მე ჩემზე ნერვიულობ, თორე ვაიმე, რა კაი იყო. მეგობრებო, ამით კი გემშვიდობებით და დღის ანდაზა იხილეთ ეხლა. ჩვენთვის ის რაც ყოველდღიურობაა, ზოგისთვის ეს ნატრა. ამიტომაც დააფასეთ ის რაც გაქვთ. ენის ლაოდ გიგის მეგობრებო, აზრი არა, აზრი არა. სურო მოკვდეს არის ზავს რა.